კახეთი-იონში B ჰეპატიტის სახელმწიფო მართვის პროგრამის ფარგლებში მიმართვიანობა საშუალოა, ამიტომ მედიკოსები მოქალაქებს აქტიური ტესტირებისკენ მოუწოდებენ. მათი განმარტებით დაავადება საწყის ეტაპზე შესაძლოა სიმპტომების გარეშე მიმდინარეობდეს. დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ყველა ხარჯს სახელმწიფო ფარავს. პროგრამის მიზანი 2030 წლისთვის ვირუსული ინფექციის ელიმინაციაა. ცნობისათვის 2002 წლიდან B ჰეპატიტის სავალდებულო აცლის კალენდარში შევიდა. ჯერჯერობით B ჰეპატიტის პროგრამა გულისხმობს ამ პაციენტებისთვის მედიკამენტის მიწოდებას მთელი სიცოცხლის მანძილზე. რას ნიშნავს ქრონიკული B ჰეპატიტის პროგრამა და რა მოიაზრება ამაში? პირველ რიგში აღნიშნავ, რომ ქრონიკული B ჰეპატიტის პროგრამაში ჩართვა შეუძლიათ საქართველოში მცხოვრებ ყველა ადამიანს, ასაკის და სქესის შეუზღუდავად, აგრეთვე საქართველოს ბინადრობის მოწმობის მქონე ყველა მოქალაქეს. კახეთი-იონი ჩართულია ამ პროგრამაში. პაციენტს შეუძლია მოვიდეს, ჩაიტაროს B ჰეპატიტის სწრაფი ტესტი აბსოლუტურად უფასოდ. დადებითი პასუხის შემთხვევაში ვიბარებთ პაციენტს 6 თვის შემდეგ განმეორებით. გამომდინარე იქიდან, რომ წეღან როგორც აღნიშნე არსებობს მწვავე ჰეპატიტის ფორმები, რომლის თვითგანკურნება ხდება საკმაოდ აქტიურად და 6 თვეში შეიძლება ეს შედეგი აღარ იყოს დადებითი, იყოს უარყოფითი და ამ შემთხვევაში პაციენტს აღარ ჭირდება არანაირი ჩარევა. თუ 6 თვის შემდეგ სწრაფი ტესტით კვლავ დადასტურდა დადებითი პასუხი, ასეთ შემთხვევაში იწყება უკვე დიაგნოსტიკა, რომელიც ასევე ფინანსდება სახელმწიფოს მიერ და რომელიც აქამდე იყოს საკმაოდ ძვირადღირებული და ბევრი პაციენტისთვის ხელმიუწვდომელი. ვიწყებთ ლაბორატორიულ კვლევებს, ვიწყებთ ინსტრუმენტულ კვლევებს, შედეგის მიღების შემდეგ, ანუ ისაზღვრება B ჰეპატიტის რაოდენობრივი ტესტები კეთდება, რამდენად მაღალია ამ ვირუსის ტიტრი ორგანიზმში და მისგან დაზიანების ხარისხი ღვიძლზე და ამის მიხედვით უკვე იქმნება ფორმასი, პაციენტი გადადის მკურნალობაზე. მედიკამენტიც, როგორც უკვე აღნიშნეთ, არის აბსოლუტურად უფასო, ამას აფინანსებს სახელმწიფო. ჩვენ 2024 წლიდან დღემდე მოგმართა ასეულობით მოქალაქემ. აქედან სწრაფი ტესტით საკმაო რაოდენობას დაუდასტურდა, თუმცა 6 თვის შემდეგ უმრავლესობა იყო უარყოფითი. დღესდღეობით 5 პაციენტი ყავს ჩართული მედიკამენტოზურ მკურნალობაში.